აგერ ჯოლები ისეთ ნაზედებდა წინა ჩამოვიდა სულ და სველი არის მოვიდნენ 15 მარტს 20 მარტისთვის უკვე ჩემი სახელმწიფო დანგრეული იყო აღარ იყო აღარც ჭერი მქონა და აღარც იგით ხარის ორი ოთახი იყო აღარც ორი ოთახი იყო შემდეგ დაიწყეს ნელ-ნელა კეთება ვეუბნები ცოტა ჩქარათორი ჩვენ თელავში მაისში იცის წვიმები და ცუდი ამბავი იქნება მეთქი მაინც რა ყურია რა ბერტყეს კი გავაკეთებთო როგორც იყო ცოტა ააშენეს მაგრამ მოვიდა მაისი მოვიდა მაგარი წვიმები რაც რამე მქონდა შინ დარჩენილი სულ წვიმაში მოხდა ყოველ სულ დამისვლა ყველაფერი პიანოს უკვე ვეღარ ავაწყობ რო უთხარ და წარმოადგინე მე სამა და რო უთხარი აი ხა რა ვქნა მეთქი რა გავაკეთო ასე მითხრეს იმათ კიდე გარეთ უნდა გეგეტანა ხომ მოგეს ფულიო ფული მამცეს მართალია 3 თვისა 1700 ლარი მამცეს და რადიო ერთი მის ამოდონავში საწემეღო თუ ისინი მიიღებდა დიდისა წაუღებთ იმათ მაგრამ წაიღე მიიტანე მაიტანე ეს ხوار არის კაც 40 წლის შექმნილი ოჯახი მაქვს ხო და აი რა დაუშავე ვისაც აი სახლიდან მე ტონული ვარ დღესებს საათში უფროსები იყვნენ აქ ის თავარი ფოსის თავარი არქიტექტორის მოადგილე იყო იქ გამსახურდე იყო ყველა მთელი ვისფრისის ეს უფროსობა იყო აქ იყვნენ და მეუბნებოდი ერთი ოთახი მაინც ამეთრო სკალა იწყება და ჩემი შვილიშვილი მოიყვანეს სკოლაში მაინც მიიყვანო ვასწავლო მეთქი ხო და წავიდნენ ყურია საერთოდ იმ საათში ჩემი შვილი და შვილიშვილი ტოლნები არიან გარეთ არიან ქეითა ცხოვრობენ თელავში ვერ ვასწავლე რა ვქნა მე მითხარით რა დაუშავე სააკაშვილს რა დაუშავე მე იმის ხარაზე ვიყავ და მე იმის პერიარ გახდებოდი რა იქნება ხმას მისცემდი იმას არ ვიცი იმიტომ რა გვიყო სახლიდან მე გამაგდო მე ცოლშვილი გამყარა და რა დღეში ვარ მე მარტო მე არა ვარ ამბავი თითქმის სულ ყველა ეგრია აი ტიპი ეხლა ავდი ვარ მაგრამ არ მოგამიწეს არც კიდე მაქცევ წესიე რა გავაკეთე სამხურავი შეცვალეს მარტო და ეს გარეთ ფასადი ეგეთი გუშინ როგორ სახში ვიყავით იცი კოჭი არა ქვია 25 მაისს დამენგრიეს მაღაზია რითაც მე ოჯახს ვინახავდი ფაქტიურად შემდეგ დაანგრიეს სახლი და თითქმის 2 თვეა ესე გადახდილი კრიშა გადახდილი ვიყავი ჩამოვიდა წვიმა თითქმის აი რა ვიცი 15-20 ჯერ მაინც წვიმა ჩამოვიდა სულ ყველაფერი გამიფუჭდა აბსოლუტურად ჩანს კიდევაც აქ ყველაფერი გაფუჭდა მე მპირდებოდნენ რომ ნუ გეშინიაო რასაც ვაფუჭებთო იმას ჩვენ ვაკეთებთო ну ცოტა დავშვიდდი რა მაგის მერე რომ მეთქი ფუჭდება რაღაცა გაკეთდება მაგრამ მერე რომ გავიდა დრო მითხრეს რომ არაო ჩვენ შეგიდან არაფერს არ ვაკეთებთ ჩვენ მარტო აი გარედან ვალამაზებთო რომ ის კოლმეურნეობის თავმჯდომარე რო ხართ ის რომ გაივლიდა პრეზიდენტი იმას დეენახნა რომ ლამაზად არის დანარჩენი სხვა არაფერი არ აინტერესებდათ ამ მშენებლებს მარტო მიშასთვის მოეწონებინათ რომ გაივლიდა ალამაზი ქუჩა შიგნით რა მდგომარეობა ქონა უკვე საშინელება აი რო შეხედოთ არანაირი საცხოვრებელი პირობები არ გაგვაჩნია რა მანამდე თუ შეკვირდნენ სანამ მაგას გეტყობდნენ რომ ჩვენ მარტო გარედან ვაკეთებთ სახლს თავიდან არ გითხრეს რომ შეგიდან ეს რომ ჩვენ რეაბილიტაცია ვაკეთებთ ქუჩას მთლიანად ბინებსაც ვაკეთებთ მე რომ ცოდნოდა მაგალითად რომ ესეთი მდგომარეობაში დავრჩებოდი ბოლო ჟამს თავს გავიკრავდი არ დავთანხმდებოდი მე ამ რეაბილიტაციას არანაირად რაც გინდა გაეკეთებინა აქ იყო ჩამოყვანილი ხავდათ მუშები სხვადასხვა რაიონებიდან სამეგრელოდან ჭიათურიდან რა ვიცი ყველა კუთხიდან რა ის მუშები როგორც ჩამოდიოდნენ იმუშავდნენ ერთი კვირა ორი კვირა გარბოდნენ მე რა ვიცი რაღაცას ვერ ფულზე ვერ თანხმდებოდნენ რაღაცა უთანხმოება მოძდოდათ მე უბრალოდ და გარბოდნენ სანამ ერთი ბრიგადა წავიდოდა და მეორე ჩამოდიოდა გადიოდა კვირები აი ესე ვიყავით თავმინებებულები და ჩამოგდოდა წყალი ჩვენი მშველელი არავინ არ იყო ცოდვათ მიუმართეთ გუბერნიას მიუმართეთ გამგეობას მაგრამ არავინ აი რა ვიცი როგორც კედელს ელაპარაკო აი ესე იყო